წლევანდელი წელი დიდებული წელი იყო ჩვენს ქვეყანაში, რადგან აღსრულდა უფლის სიტყვები. არაფერია დაფარული, რომელიც არ განცხადდება. აი ეს ყველაფერი განცხადდა. განცხადდა თუ ვინ ვის ემსახურება და დაიმსხვრა კერპები. როცა კერპის ხსენებაზე ხალხი ფეხზე დგებოდა, აი ეს ხალხი დღეს ციხეში დაიმსხვრა შიგნითაც. და ქართველი ხალხისთვის გამოჩნდა თუ რა ბოროტებას ჩადიან ეკლესიის თუ სახელმწიფო მსახურები, თუ რამდენად წაიღო ისინი კერპის მამონის მსახურება, თუ რამდენად მოაშორეს ეკლესიას მართალის სიტყვა და თუ ვინმე სიმართლეს ამბობს, გმობენ, ებრძვიან, თუმცა ვერ ახერხებენ, რადგან უფალი მეფობს. კერპთა სხვრევის წელი შეიძლება დავარქვათ 2025-ს. და საქართველოში ხალხისთვის არ დარჩა საიმედო კაც და მადლობა ღმერთს, რადგან ერთადერთი საიმედო არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და ერი დარჩა მის იმედად და ეს არის ბედნიერება, რომ ჩვენ ღმერთის იმედად ვართ და არა კერპების. დაიმსხვრა კერპები, დაამსხვრია უფალმა კერპები და ის 2026-ში გამოაჩენს თავის დიდებას. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეთი ვცოცხლობდეთ და მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე იყოს ჩვენი სიცოცხლე. ამინ.